ეთერში კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. Თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქთამის აღების საქმეზე ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმშელა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ წინა სასამართლოს ხდომის თარიღად 19 ოქტომბერი განსაზღვრა. პროცესს ღარიბაშვილი არ დასწრებია. ახალი ბრალი პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით 2022 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართული ჯარისთვის ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა საიდუმლო შესყიდვით და ბიზნესმენთან გარიგებით 11,5 მილიონი ლარის ნაცვლად 18 მილიონი ლარად შეიძინა. 1,900,000 ლარი კი ქთამის სახით სამ კაცზე ვასილ მხეიძეზე, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ირაკლი ღარიბაშვილზე გადანაწილდა. ღარიბაშვილს ბურჭულაძემ 750,000 ლარი გადასცა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ღარიბაშვილს არ არის მედიასთან კომუნიკაცია არ დაამყაროთ? კომენტარის ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის მეორე ნაწილის A და G და მესამე ნაწილის E პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ქთამის აღებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ბრალდების ხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ეს არის მოწმეთა გამოკითხვის საქმეები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, ასევე წერილობითი დოკუმენტაცია, გამოთხოვილი ინფორმაცია, ამოღებული დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა. შესაბამისად, დღეს დგომარებით ბრალდების მხარეს გაუჩნდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ არსებობდა შესაბამისი სტანდარტი ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის და გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, ზუსტებით მოგახსენებთ, რომ როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა პირთა მიმართ, სხვა ბრალდებულთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნული საქმიდან პროკურატურის მიერ გამოყოფილი იქნა სისხლის სამართლის საქმე სხვა პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მოხდა 2025 წლის ნოემბერში. აღნიშნული საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, ტარდებოდა აქტიურად საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის სხვადასხვა მოქმედებები. შესაბამისად, როდესაც შეიქმნა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც საკმარისი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალდების წარსადგენად, ბრალდების მხარემ გამოიტანა დადგენილება ბრალდების შესახებ. სამართლებრივი თემებით პოლიტიკური სპეკულირება. მმართველი გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საკუთარი მძიმე დანაშაულის გადაფარვის მცდელობაზე საუბრობს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ღარიბაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ აღიარებული დანაშაულის პარალელურად მიმდინარეობდა გამოძიება სხვა მძიმე კორუფციულ თემებზე და დანაშაულის გადაფარვის მიზნით სამართლებრივი თემებით პოლიტიკური სპეკულირება გადაწყვეტა. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ მომავალშიც ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ ჰქონდეს სიცრუის გავრცელების მცდელობა. ჩვენ ნახეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ყოფილი პრემიერისგან, იქვე იგრძნობოდა, რომ რაღაც გარკვეული ინდულგენციის ფორმა ჰქონდა ამ ყველაფერს, რადგანაც როგორც აღმოჩნდა, მან იცოდა, რომ ახალი ბრალდების მიმართ იყო შესაბამისი გამოძიება დაწყებული, ამიტომ როგორც ჩანს, ამ განცხადებით ეცადა ერთგვარად პრევენცია მოეხდინა ამ ყველაფრის. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით საქართველოს მკაფიოდ გააგრძელებს შესაბამისი მკვეთრი ნაბიჯებით სიარულს, ასე რომ ყველა იქნება ის მოქმედი ყოფილი ჩინოსანი, რა თქმა უნდა, კორუფციის ბრალდების თვალსაზრისით უნებრივია სახელმწიფოს მხრიდან იქნება კაცრად დაიჯილი და სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ასეთი დანაშაულების მიმართ. რაღაცა სწორად რომ არ ხდებოდა და რაღაცა მოსაწონი პოლიტიკურად რომ არ იყო, ალბათ ამის გამო გადაწყვიტა გუნდმა, რომ ის პრემიერ-მინისტრის, სხვა პრემიერ-მინისტრის ჩაინაცვლებინა. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებს, ისევ გეუბნებით. ერთია მე ეჭვი მქონდეს და შეიძლება საფუძვლიანი ეჭვიც მქონდეს, მაგრამ მეორე ამის მტკიცებულება მოვიპოვო. და აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ამას ხანდახან დიდი დრო ჭირდება. ესეთ ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოს მართავენ, რა თქმა უნდა, სქემებიც ისეთი დახურული და შენიღბული აქვს, რომ ამის ჩახლართული კვანძების გახსნას ხანდახან დრო ჭირდება და რაც თავარია ამ საქმეს ჭირდება ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები.
რევოლუციის და არეულობის მოწყობის მცდელობებით სრულ კამპანიები და ქვეყნის ომში ჩართვის მუდმივი მცდელობა. დეპუტატი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გარე ინტერესების სანაცვლოდ ოპოზიციის NGO-ებისა და აქტივისტების მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობს. აგენტურულმა ოპოზიციამ, დიდერმა NGO-ებმა და მათმა აქტივისტებმა ბოლო წლებში 5 ჯერ სადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა წერს ფრაქცია ქართული ეთნების თავმჯდომარის მოადგილე. მაჭავარიანი იხსენებს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სრულ კამპანიას. ამ კამპანიაში ელჩების მონაწილეობას, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნასა და ჩინურ-არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ გაგორებულ კამპანიებს. აგენტურულმა ოპოზიციამ, დიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოლო წლებში 5 ჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა ჩვენს ქვეყანაში. არ ერიდებოდნენ ქვეყნის დამხობაში რჩევების აკერმანისგან და ორგანიზაცია კანვასისგან მიიღებას. ბოლოს მაკეინის ინსტიტუტისგან გზამკვლევიც კი მიიღეს, სადაც გაწერილი იყო თუ როგორ გადაჰყავდათ პროტესტი სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც მეტი სიმწვავისთვის მსხვერპლიც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა. თავიანთ პატრონებთან ერთად პოლიციელებისა და პარლამენტის დაწვას, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას, მშვიდობიან დემონსტრაციად გვასაღებდნენ. როდესაც აგენტურული პარტიების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იყო და ქართველმა ხალხმა ისინი მორიგჯერზე დაამარცხა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გვახსოვს მათი თაღლითური კამპანიები 400.000 გაყალბებულ ხმასა და 100.000 ჩამორთმეულ პირადობაზე. ეს მავნებლები წლების განმავლობაში აწარმოებდნენ შეურაცხყოფელ კამპანიებს ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ. უბინძურესი მეთოდებით ცდილობდნენ საპატრიარქოს დისკრედიტაციას. აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს LGBT პროპაგანდის ამგრძალავ კანონს, რომელიც აღიარებს მხოლოდ ორსქესს და გამორიცხავს LGBT დღის წესრიგის შეტანას სკოლებსა და ბაღებში. უკლებლივ ყველა აგენტურული პარტია, მდიდარი NGO და მათი ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალი აქტივისტი დადგა LGBT პროპაგანდის მხარეს. რადიკალები არც იმას მოერიდნენ, რომ რამდენიმე მოძალადე პოლიციელის საქციელი 45.000-მდე ჩვენს გმირ პოლიციელზე განეზოგადებინათ და მოძალადის იარლიყი ძალოვან უწყებებში მომუშავე ყველა სამართალდამცველისთვის მიეწებებინათ. გვახსოვს გარე პატრონებთან მჭიდრო კოორდინაციით ხელისუფლებისთვის მოქალაქეების კამიტით მოწამვლის დაბრალება. ეს ზღაპარი კიდევ უფრო აბსურდული აღმოჩნდა, ვიდრე სააკაშვილის წამებისა და მოკვლის ამბავით ან იმის ფონზე, რომ მოწამლული თუთიყუშის გარდა არავინ აღმოჩნდა. აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პარტნიორებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენი დღის წესრიგი საქართველოს მუდმივი რყევა და საბოტაჟი, დესტაბილიზაცია, მავნებლობა და ჩვენი მოქალაქეების ფაშისტური მეთოდებით იძულებაა, რომ თქვენი შეთხზული ზღაპრები დაიჯერონ. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები, ჩვენ კი ქართველ ხალხთან ერთად ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ლევან მაჭავარიანის მოსაზრებებს იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მათი აქტივისტები ემსახურებიან გარე ძალებს და ქვეყნის შიგნით რამდენიმე ელჩს. მათივე შეფასებით მთავარი მიზანი საქართველოს მუდმივი რყევა, საბოტაჟი და დესტაბილიზაცია. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენი ხალხი, ჩვენი პროდასავლური პოლიტიკური პარტიები იბრძვიან საქართველოს ინტერესებისათვის. რა თქმა უნდა, ნათლად ხედავს ჩვენი ქვეყნის მეგობრები ხედავენ ამას, თუნდაც ბრიუსელში, თუნდაც ვაშინგტონში, თუნდაც ლონდონში, იმიტომ რომ ცივილიზებული სამყარო, იმიტომ რომ პროდასავლური ცივილიზებული სამყარო, მათ შორის ევროკავშირი დგას ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის მხარეს. მთელი ეს პერიოდი, რამდენიმე წელი განსაკუთრებით ბოლო წლები ჩვენ ხედავთ იმ აღვირახსნელ თავდასხმას ქართულ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონების და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს, როგორც ცდილობდნენ გამჭვირვალეობის შესახებ კანონისთვის რუსული სიარლიყი მიეწებებინათ, ამით პრაქტიკულად საზოგადოება გამოიყვანათ ქუჩაში და ის მიზნები განახორციელებინათ, რაც მათი დავალების მიმცემებისგან არის კარნახევი პირველ რიგში. ეს არის ქვეყნის არჩეული ხალხისათვის სანდო ხელისუფლების ცვლილება იმ აგენტურული ხელისუფლებით, რომელიც შემდგომ უკვე მარტივად განახორციელებდა ყველა იმ მიზანს, რაც მათთვის დავალების მიმცემების მხრიდან მომდინარეობს. აგენტურა მოქმედებს ყოველთვის ისე, როგორც მათ დავალებას აძლევენ, აქაც ბუნებრივია დავალების შესაბამისად იმოქმედება.
ფონდი ქართულ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას. ფონდი განმარტავს, რომ 2018 წელს სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში გამოისყიდა ფიზიკური პირების 4 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის პრობლემური ვალდებულებები და 615,000-ზე მეტ პირს სესხი აპატიეს. ფონდი ქართულ განმარტავს, რომ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულება მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომა, ან ის კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში. ფონდი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს არ აყვეს არაკეთილსინდისიერი პირების მხრიდან ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწყოს საკუთარი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში. 2018 წელს ფონდმა ქართულ სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში გამოისყიდა ფიზიკური პირების 4 მილიარდ 4 მილიონ 429,484 ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები. ამ უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტით განხორციელდა 615,164 პირის 1,387,296 ლარის სესხის პატიება. პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუციას. ესოდენ დიდი მოცულობის პრობლემური სესხის ჩამოწერამ უდაოდ შეამსუბუქა მათი მდგომარეობა და გააჯანსაღა ქვეყნის ფინანსური გარემო. ფონდმა შეიძინა ყველა ის სესხი, რომლებიც აკმაყოფილებდა წინასწარ გაცხადებულ კრიტერიუმებს. კერძო სესხები, რომელთა ძირი არ აღემატებოდა 2,000 ლარს და რომელთა მიმართებაშიც მოვალეებს, ფიზიკურ პირებს, ბოლო 1 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ გადახდილი სესხის პროცენტი. აქვე ხაზს უსვამთ იმ გარემოებას, რომ სესხი გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების აღება შეუძლიათ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოდან. ასევე მოქალაქის წერილობითი მომართვის შემთხვევაში ფონდი ქართულ გასცემს შესაბამის ინფორმაციას ცნობას კონკრეტული სესხის თაობაზე. ფონდი ქართულ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს ვალდებულებები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია ფონდის მიერ სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა. ამრიგად, თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულება მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომა არის, გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში. ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში. მიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე შეტევა და სიცრუის გავრცელება გარეჯ ძალების აგენტებით დაკომპლექტებული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, წერს სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი. დეპუტატი აცხადებს, რომ როგორც ჩანს, ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაწყვიტა შენებანგრევად, ქველმოქმედება კი პირად ინტერესებზე ზრუნვა წარმოაჩინოს და თავს დაესხას აბას თუმნის აღდგენის პროექტს, რომელმაც განადგურების პირას მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთ უნიკალურ კურორტს ახალი სიცოცხლე უნდა შეთაბეროს. ჩერგოლეიშვილმა საკუთარ მიმართვაში უამრავი სისულელე და ტყუილი ილაპარაკა, რის საილუსტრაციოდაც მხოლოდ ის მტკნარი სიცრუე ეკმარა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში ხრიოგზე ფილტვის ცენტრის აშენების სანაცვლოდ ისტორიულ ტუბსა ავადმყოფოს ტერიტორია მიიღო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ სწორედ ამგვარი პირობებით ცდილობდნენ ინვესტორის მოძებნას, თუმცა არავინ დაინტერესდა, რადგანაც მსგავსი ინვესტიცია ყველამ, ვისაც მისი განხორციელება შეეძლო წამგებიანად მიიჩნია, წერს იონათამიშვილი და აცხადებს, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფულით არა ხრიოგზე, არამედ უნიკალურ ტერიტორიაზე, სადაც 3 სხვადასხვა ხეობის ჰაერი ცირკულირებს, მართლაც ააშენა ულტრათანამედროვე უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი. თუმცა ამის სანაცვლოდ არაფერი მიუღია. აგენტურულ ოპოზიციას მინდა ისიც შევახსენა, რომ მათი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს აბას თუმანი ბატონმა ბიძინამ დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურება, რაც კიდევ უფრო უკეთ სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო დასრულების შემდეგ გამოჩნდება. რადიკალი აგენტები აბსურდში არიან შესული და ამის კიდევ ერთი დასტური აბას თუმანში ბიძინა ივანიშვილის განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების შესახებ ჩერგოლეიშვილის მოსაზრებებია. ამ დროს თავად ისინიც ცხოვრობენ საქართველოში და შეუძლიათ რაიმე კარგი გააკეთონ, თუმცა ამ ქვეყნისთვის არათუ არანაირი პირადი ძალისხმევა არ გაუღიათ, არამედ საქართველოს ნგრევის და დაზიანებისკენ არიან მიმართული. პარალელურად კი იმ საჯარო სიკეთეებით, გზებით, მუზეუმებით, უნიკალური სივრცეებით და ასე შემდეგ სარგებლობენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს აჩუქა, წერს რატი იონათამიშვილი.
ვანო ჩხარტიშვილი ავრცელებს განცხადებას. ბიზნესმენი წერს, რომ TV პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არც ტერაბანკისა და არც სასტუმრო ბილტმორის შესაძლო გასხვისების პროცესში ყოფილვარ ჩართული, არც შუამავლობა გამიწევია და არც სიუჟეტში დასახელებულ პირებთან მქონია შეხვედრა ამ საკითხზე. ბოლო წლებია საქართველოში ჩემი საქმიანობა ძირითადად სოციალურ პროექტებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, როგორც ბიზნესმენს კანონიერ საქმიანობასა და გარიგებებში მონაწილეობას არავინ მიგზავნოს. არასდროს დამიმალავს რომელიმე ბიზნეს პროექტში ჩემი მონაწილეობა და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას. ტერაბანკისა და სასტუმრო ბილტმორის გასხვისების პროცესთან ჩემი სახელის დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა და TV პირველის მხრიდან სიცრუის მორიგ ტირაჟირებას წარმოადგენს, აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი. სიძულვილისენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 3 საქმეზე იმსჯელა. ალექსანდრე სოლაშვილი, რომელიც საჯარო სივრცეში უმისამართოდ იგინებოდა, 1500 ლარი დაჯერიმდა. ასევე 1500 ლარით დაჯერიმდნენ მარინე ქურცაძე და გიორგი ახვლედიანი. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს თენგის ჭანტურიძეს. გელა საჯაიას საქმე განიხილა სენაკის რაიონულმა სასამართლომ. საჯაია ირაკლი ზარქუას შეურაცხყოფისთვის ასევე 1500 ლარით დაჯერიმდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილისენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის საქმეები, რომლებიც შედგენილი იქნა მარინე ქურცაძის და გიორგი ახვლედიანის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნულმა პიროვნებებმა საჯარო სივრცეში სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს ბატონ თენგის ჭანტურიძეს. აღნიშნული ფაქტი გამოვლენილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილისენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ. სასამართლომ შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნული პიროვნებების ცნო სამართალდამღვრევად სახტელის სახით ორივე მათგან შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსთავში დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ეგრეთ წოდებული ჰაშიში, რომლის ღირებულებაც შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარში ადგენს. დაკავებულებს საცხოვრებელ ბინაში და ავტომანქანის საბურავებში ჰქონდათ დამალული. პარალელურად რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში სამართალდამცველებმა კიდევ 24 მოქალაქე აიყვანეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში ჩართული 15 პირი. ისინი იყენებდნენ როგორც აპლიკაციებს, ასევე ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალაქ რუსთავში დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ბრალდებულების ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ლივტკიცება დამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 33 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ეგრეთ წოდებული ჰაშიში, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი დაკავებული პირების ამავე ბინაში ავტომობილების საბურავებიდან ამოღებული იქნა. სამართალდამცველების მიერ რუსთავში ბრალდებულების კიდევ ერთი საცხოვრებელი ბინიდან და სასტუმროს ნომრიდან ასევე ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, ჰეროინი და მეთადონი. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნა კიდევ 24 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 15 პირია. აღნიშნული პირები ნარკოდანაშაულებრივ სქემებში სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული. სამართალდამცველებმა ლივტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკების დაფასებისთვის საჭირო მასალები და ფული. ასევე ამოღებულია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო კულტივირება ხდებოდა. დაკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, მასთან ერთად დაკავებულია მისი ვაჟი. ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ათეულობით მისამართზე, მათ შორის ქოჩარიანების სახლებში ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გასხვისების და ქრთამის მიღების რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს და საერთო ჯამში დაკავებულია 6 ადამიანი. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მიხაილ როთი ტოტალიზატორების ბიზნესში კონსულტანტად იწყებს მუშაობას. ინფორმაციას T-Online ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ როთი ბუნდესტაგში თითქმის 27 წლის განმავლობაში საქმიანობდა, ოქტომბრიდან კი გერმანიის ლოტარიის და ტოტალიზატორების ასოციაციას გაუწევს კონსულტაციას. ჟურნალისტი და აქტივისტი ალმუტ როხოვანსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ როთმა ბუნდესტაგში ადგილი მას შემდეგ დაკარგა, რაც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს უკრაინაში სრული დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ათანხმდეს. ერთობლივი განცხადება ნანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა გავრცელა. მისი თქმით, ხელმომწერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ვალდებულებას უზრუნველყონ პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულებისთვის. ომი და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ქვეყნებმა გაეროში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიიღეს. რუსეთმა უბრალოდ უნდა მიიღოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რასაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება წელიწად ნახევარზე მეტია ითხოვს. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენც გვინდა მშვიდობა. კატეგორიულად მოუწოდებთ რუსეთს უპასუხოს სრული დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლის მომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მტკიცედ დაუდგებით უკრაინას გვერდით. გაეროს წესდების შესაბამისად სამართლიან და მდგრად მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. საფრანგეთის უდის დასახლებებს ტორნადომ გადაუარა. დაზიანდა 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და შენობა ნაგებობა, დაშავდა ათობით ადამიანი. დაზარალებულ რაიონებში 120-ზე მეტი მაშველი მუშაობს. ელექტროენერგიის გარეშე 1400-მდე ოჯახი დარჩა. ტორნადომ და ძლიერმა შტორმმა საფრანგეთის სამხრეთში სატრანსპორტო მიმოსვლად შეაფერხა. წაქცეული ხეების გამო უდის დეპარტამენტში რამდენიმე საქალაქთაშორისო მაგისტრალი დაიკეტა. შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაზეც. აეროპორტებში კი ფრენების ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა. Des monticules de gravats et des véhicules. გამოცების ეროვნული ცენტრი უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. იმის გასაგებად მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება, გამოსაცდელმა ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე უნდა გადაამოწმოს. 2026 წელს სწავლის უფლება მოიპოვა 34150 აბიტურიენტმა. სახელმწიფო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17862 აბიტურიენტი, კერძო უნივერსიტეტებში კი 11619. ეთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება სულოცავს სტუდენტებს პრემიერი. თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი. განათლებული პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საღმრთენია. სწორედ თქვენი ხმა, შემართება და ძალისხმევა განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. ჯერა თქვენ ცოდნასა და ენერგიას ჩვენი სამშობლოს წინსვლას და გაძლიერებას მოახმართ. წერს ირაკლი კობახიძე. ეთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება სტუდენტებს ულოცავს პრეზიდენტიც. თქვენ ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის. განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. ჯერა მიღებული ცოდნით და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში, წერს მიხეილ ყაბელაშვილი. დასრულდა გერცელ ბაზოვის ქუჩის რეაბილიტაცია. ისტორიული იერსახის შენარჩუნებით სრულად განახლდა ქუჩის ინფრასტრუქტურა. მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო გარეგანათების ქსელი, კიბეები, ქვაფენილი და ტროტუარი. პრევენციის მიზნით განხორციელდა ავარიული სახლებისა და კედლების გამაგრება. პროექტის ღირებულებამ 600,000 ლარი შეადგინა. დავასრულეთ ბაზოვის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ისტორიული იერსახის შენარჩუნებით, სრულიად განახლდა ქუჩის ინფრასტრუქტურა, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო განათების სისტემა, დაიგო ქვაფენილი, გაკეთდა ტროტუარები. ეს იყო ბოლო ინფორმაცია, თქვენ კი შეგიძლიათ დღის სხვა სიახლეებს გაიცნოთ ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდეთ Facebook-ზე.